კი, დროა უკვე მოვისმინო დღის ასტროლოგიური პროგნოზი, ვისთვის იქნება დღევანდელი დღე რთული, რომელი ზოდიაქოს ნიშანმა უნდა დაიწყოს დილიდან პრობლემების მოგვარება და ვინ უნდა მიმართოს დიპლომატიას, რომ საქმეები მის სასიკეთო წარიმართოს. აი ამას ახლა უკვე უფრო ვრცლად ნინას უსლოვასგან გავიქებთ. დილამშვიდობი საქართველოს დღეს 25 მარტია, სამშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და ამ დღის ენერგია საკმაოდ მძიმე, დაძაბული იქნება. შეეცადეთ, რომ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები, მეტი ყურადღება გმართებთ საჭესთან ყოფნის დროს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შორგზაზე გიწევთ გადაადგილება და ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, დღეს არ არის სასურველი თმის შეჭრა. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო. დღევანდელი დღე თქვენთვის შედარებით რთული იქნება. დილა შესაძლოა კონფლიქტით დაიწყოს. თუმცა თუ გამოიჩენთ დიპლომატიას და მოთმინებას მოახერხებთ, რომ სიტუაცია გამოასწოროთ. სწორმა დისკუსიამ, სწორმა მიდგომამ და თქვენმა დათმობამ შესაძლოა, რომ თავიდან აგარიდებინოთ კონფლიქტი. ან გაუგებრობა ის უსიავნება, რომელიც შესაძლოა, რომ ძალიან გართულდეს და უფრო მძიმე მდგომარეობაში გადაიზარდოს. მოკლედ, სიმშვიდე აუცილებლად დაგეხმარებათ იმაში, რომ დღევანდელი დღე შედარებით კარგად გაატაროთ. კურაობო, უმჯობესი იქნება თუ ნებისმიერი სახის პრობლემის მოგვარებას დილიდანვე დაიწყებთ, რადგან დღევანდელი დღე თქვენ შემთხვევაში საკმაოდ ქაოტური იქნება. შეიძლება, რომ ისეთმა საკითხებმა იჩინოს თავი, რომელზეც არ ფიქრობდით, არ ელოდებოდით. მოკლედ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ მუშაობას, რაც უფრო ადრე დაიწყებთ ნებისმიერი პატარა პრობლემის მოგვარებას, მით უფრო მარტივად მოახერხებთ, რომ დღის ბოლომდე ყველაფერს თავი კარგად და სწორად გაართვათ. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუპებო, დღევანდელი დღე თქვენთვის არც ისეთი ცუდი იქნება. შეიძლება რაღაც კონკრეტულმა სიტუაციებმა ან ფაქტებმა ხელი შეგიშალოთ, თუმცა სირთულეები თქვენ არ შეგაშლილებთ და ნებისმიერ დაბრკოლებას მარტივად გადალახავთ. ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს არის სიზარმაცე. შეეცადეთ, რომ იყოთ მეტად მოტივირებულები და ნებისმიერი საქმის კეთება დაიწყოთ შემართებით. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ დღევანდელი დღე თქვენთვის პროდუქტიული და წარმატებული იყოს. კითხებებისთვის დღევანდელი დღე შედარებით ემოციური იქნება. უმჯობესი იქნება თუ ნებისმიერი სახის გაუგებრობას ან რაღაც წვრილმან უსიავნებას დღის პირველ ნახევარშივე მოაგვარებთ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ დღეს თითქოს თქვენი ემოციური მდგომარეობა იქნება დამოკიდებული სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე ან მათ თქვენ მიმართ დამოკიდებულებაზე. შეეცადეთ, რომ შეხვიდეთ სწორ კომუნიკაციაში, სწორ ურთიერთობებში. შეგიძლიათ, რომ იყოთ მეტად მომთმენები და არ აყვეთ თქვენს ემოციებს. მოკლედ, დღეს მეტი მოთმინება და თავდაჯერებულობა გჭირდებათ იმისთვის, რომ შედარებით დადებითად ჩაიაროს დღევანდელმა დღემ. ლომებო, დღევანდელი დღე დავუთმეთ ოჯახს და საოჯახო საქმიანობას. შეგიძლიათ, რომ განთავისუფლდეთ ნებისმიერი ნივთებისგან, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ, დაალაგოთ, მოაწესრიგოთ ყველაფერი. შეგიძლიათ მცირე ცვლილებად შეიტანოთ ავეჯის განლაგებაში. მოკლედ, მოიწყოთ ყველაფერი ისე, რომ თავი კომფორტულად და კარგად იგრძნოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, რომ სტუმრებიც გეწვიონ საღამოს. რაც შეგეხებათ თქვენ ქალწულებო, დღეს შესაძლოა, რომ ნერვიულობა მოგიწიოთ. შესაძლოა აღმოჩნდეთ სიტუაციებში, სადაც თავს კომფორტულად არ იგრძნობთ და გენდომებათ, რომ თითქოს შეცვალოთ ან თავი აარიდოთ აი ამ უსიავნებას. თუმცა გაითვალისწინეთ, რაც უფრო მშვიდად შეხედავთ ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერ მდგომარეობას, მით უფრო მარტივად მოახერხებთ, რომ სწორი გამოსავალი დაინახოთ და თქვენ სასიკეთოდ შეცვალოთ ყველაფერი. სასწორებისთვის დღევანდელი დღე ნეიტრალური იქნება. შეეცადეთ, რომ არ იყოთ ემოციურები. მეტი რაციონალურობა დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, დიპლომატია და ინტელექტის დაგჭირდებათ იმისთვის, რომ სიტუაცია თქვენ სასიკეთოდ შემოადრიალოთ. მოკლედ, შეეცადეთ, რომ მაქსიმალური დიდი ყურადღება არ მიაქციოთ წვრილმანლებს, უსიავნებებს, პირიქით კონცენტრირდეთ იმაზე, რაც რეალურად არის მნიშვნელოვანი. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ დღევანდელი დღე თქვენთვის მშვიდი და დადებითი იყოს. მორიელებო, დღეს შესაძლოა, რომ დამოკიდებულება წარმოდგენა შეგეცვალოთ, როგორც სიტუაციებთან მიმართებაში, ასევე ადამიანებთან მიმართებაშიც კი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ არ აყვეთ პირველ ემოციას, იმ პირველ შეგრძნებას, რომელიც გაგიჩნდებათ. უმჯობესი იქნება თუ დღეს ყველაფერს კარგად დააკვირდებით, მოიძიებთ, გაერკვევით ინფორმაციაში და შემდგომ მიმოქმედებთ. გარდა ამისა, შესაძლოა გარკვეულწილად გაგიჭირდეთ კონცენტრაცია ან რაღაც კონკრეტულ საქმეზე ორიენტირება. შეეცადეთ, რომ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ და პირიქით მაქსიმალურად მოიძიეთ ინფორმაცია. იყავით დაკვირვებულები სხვა რაღაცებთან, ურთიერთობებთან, საქმეებთან მიმართებაში. რაც შეგეხებათ თქვენ მშვილდოსნებო, დღევანდელი დღე შესაძლოა თქვენთვის შედარებით მოსაწყენი, რუტინული იყოს. შეიძლება ბევრი უმნიშვნელო საქმე გქონდეთ გასაკეთებელი, რომელიც დაგიგროვდათ და თითქოს დღეს მოგიწევთ ამ ყველაფრის დასრულება და ბოლომდე მიყვანა. იმ შემთხვევაში თუ ზედმეტად დაიღლებით, შეგიძლიათ, რომ საღამო გაატაროთ მშვიდ დადებით გარემოში. შეგიძლიათ თქვენი პრობლემები ან ემოცია გაუზიაროთ თქვენს მეორე ნახევარს ან იმ ადამიანს, რომელთანაც თავს კომფორტულად და კარგად გრძნობთ, ის ვინც დაგეხმარებათ და ემოციით, დადებითი ენერგიით აკავსებთ. დღესქებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იქნება. ბევრი მუშაობა, შრომა მოგიწევთ, თუმცა ამასთან ერთად შესაძლოა მიიღოთ ის რისკენაც მიისწრაფოდით და ისი მიღებაც გსურდათ. შეეცადეთ, რომ რაღაც მომენტში მეტი სითამამე გამოიჩინოთ და თქვენი პოზიცია მყარად დაიცვათ. შეგიძლიათ, რომ მარტივად მოახერხოთ ნებისმიერი სიახლის ან ნებისმიერი იმ მიზნის მიღწევა, რომლის სურვილი
სურვილიც ჰქონდათ, თუმცა რა თქმა უნდა ამ ყველაფრისთვის აუცილებელი იქნება შრომა. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ სიჩქარე დიდად სასურველი არ არის. კარგად გათვალეთ თქვენ თითოეული ნაბიჯი იმისთვის, რომ შეცდომა არ დაუშვათ. მერწყულება, დღევანდელი დღე თქვენთვისაც შედარებით ქაოტური იქნება. შეეცადეთ, რომ არ შეხვიდეთ კონფლიქტებში ადამიანებთან, განსაკუთრებით თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან მიმართებაში. შეეცადეთ, რომ თავიდან აირიდოთ ნებისმიერი სახის გაუგებრობა და არ შეხვიდეთ რაღაც მნიშვნელოვანი საქმეების განხილვაში ან მძიმე დისკუსიაში. მოკლედ, უმჯობესი იქნება თუ დღეს განმარტოვდებით და მეტ დროს საკუთარ თავს დაუთმობთ. ხო, რაც შეგეხება თქვენ თევზებო, დღეს არ არის სასურველი ზედმეტი აქტიურობა. თუ მომის შესაძლებლობა გექნებათ, უმჯობესი იქნება დღევანდელი დღის სახლში გატარება. განსაკუთრებით არ დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რომელიც რაიმე სახის რისკს შეიცავს. უმჯობესი იქნება შედარებით მშვიდ გარემოში ყოფნა. ასევე სიფრთხილე გმართებთ და მეტი ყურადღება საჭესთან ყოფნის დროს. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.